დილამშვიდობის მოგესალმებით. Quorumi გვაქვს, შეგვიძლია რომ დავიწყოთ განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგით გვაქვს წარმოდგენილი ერთი საკითხი, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი, საქართველოს ორგანულ კანონში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, ცვლილების შეტანის შესახებ. მომხსენებელი არის ბატონი ზურაბიაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე. შეგვიძლია რომ დღის წესრიგი დავამტკიცოთ მომხრე. ერთხმად დამტკიცებული არის მნიშვნელოვანია წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა და ვთხოვოთ ბატონ ზურაბს რომ წარმოგვიდგინოს ეს ცვლილება. მადლობა. მადლობა. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ საქართველოს ორგანულ კანონში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტს. საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 159 მუხლის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის დავალებით შესაბამისი სახელმწიფო უწყება უფლებამოსილია განახორციელოს მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტები. ამავე ორგანული კანონის 167 მუხლის მეხუთე პუნქტის შესაბამისად 159 მუხლის მოქმედების ვადად განსაზღვრულია 2026 წლის 1 იანვარი. ამავდროულად შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მუნიციპალიტეტის მომართვისა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე დაწყებული აქვთ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები, რომელთა დასრულების შედეგად პროექტები უნდა გადავიდეს განხორციელების აქტიურ ფაზაზე. აღნიშნული კი გაცდება კანონით დადგენილ ზემოაღნიშნულ ვადას. ამდენად საჭიროა ამავე კოდექსის 167 მუხლის მეხუთე პუნქტით 159 მუხლის მოქმედებისთვის გათვალისწინებული ვადის გადავადება გაგრძელება. შესაბამისად, კანონპროექტის მიზანია მოხდეს კოდექსის 167 მუხლის მეხუთე პუნქტით 159 მუხლის მოქმედებისთვის გათვალისწინებული ვადის გადავადება გაგრძელება 2031 წლის 1 იანვრამდე. კანონპროექტით განხორციელებული ცვლილებების შედეგად საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 159 მუხლის მოქმედების ვადა გადავადდება 2031 წლის 1 იანვრამდე, რაც საშუალებას მისცემს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს განახორციელონ და დაასრულონ მუნიციპალიტეტების მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისთვის აუცილებელი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტის მიღებით ხელი შეეწყობა მუნიციპალიტეტების მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი ინფრასტრუქტურული თუ ეკონომიკური განვითარების სტიმულირებაზე. მადლობა. მადლობა. მნიშვნელოვანი ცვლილება არის, რაც 2026 წლის 1 იანვრამდე იყო განსაზღვრული ვადა. საჭირო არის, რომ 2031 წლამდე გადაიწიოს აღნიშნულმა ვადამ. ზუსტად 5 წლით, რომ მუნიციპალიტეტებმა მით უმეტეს აქტიური პროექტების საფუძველზე შეძლონ, რომ ყველა ეს პროგრამა განხორციელონ, რომელიც თითოეული მუნიციპალიტეტისთვის არის მნიშვნელოვანი და როგორც ხედავთ, ვადის გადაწევაზე არის კანონის მიხედვით უბრალოდ საუბარი. კითხვები ხომ არ არის ბატონ ლადო და შემდეგ თქვენ ქალბატონ თამარ. კითხვები არ არის, უბრალოდ პირდაპირ ვამბობ, მხარდასაჭერია ეს პროექტი და საერთოდ ცოტა მეცაც ვიტყვი. სამი ძირითადი პოსტულატი, სამი ვეშაპი. დიდი თვითმმართველობის გასაძლიერება და ქვეყანა ეს არის ცოცხალი ორგანიზმი. საჭიროა ამას ჩვენ დიდი ხანია ვლაპარაკობთ, მე ამ თემაზე ვლაპარაკობ 1998 წლიდან. და კარგია რომ ჩვენ ერთ რამეს ეხლანდელი ხელისუფლება ამას ავითარებს ხორებაში. სამი პოსტულატი, პირველი დეცენტრალიზაცია, მეორე დელეგირება, მესამე დეკონცენტრაცია. ეს სამი მიმართულება ჩვენ გვაქვს მიზნად აღებული რომ ყველაფერი ეს თავმოყრილი არ იყოს მარტო დედაქალაქში და თავკომბალას არ დაემგაბსოს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გვყავს დიდებული ადამიანები, კარგად მომზადებული უკვე დიდი ცხოვრება გამოსtildeნი, მე არ გულისხმობ მარტო პოლიტიკურ ცხოვრებას და დამოუკიდებლობისა და სუვერენიზაციის გზაზე თავის გამოჩენას, არამედ ქვეყანა ყველა რეგიონი უნდა განვითარდეს
თანაბრად და თავისი პოტენციალით უნდა შეეჯიბრონ ერთმანეთს. ამიტომ ის ესე გაკეთებაც მათ შეუძლიათ ამის პოტენციალი არსებობს ცენტრალურმა ხელისუფლებამ საქმის დროულად და მაღალხარისხოვანი გაკეთებისათვის საჭიროა ეს დელეგირებული უფლებები გადაულოცოს ადგილებს. მე მაგალითად ვადის გადაცემა რო არის 31 წელი და 33 წლამდეა თუ არ მახსოვს 31 წლამდე მე ამას უკვე ვენდობოდი ადგილობრივ ხელისუფლებას ჩამოყალიბებულს და საერთოდ ამას მოხსნიდი და ამ საკითხებს გადავცემდი ადგილებს, იმიტომ რომ თავისუფლად ბიუჯეტი იგეგმება, როდესაც ჩვენ ერთმანეთად ბიუჯეტი ხო საიდან დგება? ქვევიდან ზევით. ზევიდან ქვევით არ არის ბიუჯეტი, ქვევიდან ზევით. ამიტომ ამ პოტენციალის გათვალისწინებით ეს სასაკვირველი როგორც ეტაპი მხარდასაჭერია და მადლობა ამ ინიციატივისათვის ცენტრალურ ხელისუფლებას და წარმომადგენლს. მადლობთ. მადლობა ბატონ ლადო ქალბატონ თამარ გისმენთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა დეტალური ინფორმაციისთვის. ნამდვილად მხარდასაჭერი ინიციატივაა და მადლობა შემოთავაზებისთვის. თუმცა კითხვა მექნება, რამ გამოიწვია ის საკითხი, რომ დაუშვათ ჩვენ გვიწევს ვადის გადაწევა, ანუ უფრო დეტალურად რო გითხრათ ამის შესახებ. ჯერჯერობით ეს და კეთილი, მადლობა. აღნიშნულ კანონს, ანუ 177 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულია 159 მუხლის მოქმედების ვადა 2026 წლის 1 იანვარს იწურება. შესაბამისად, ამ 2 თვის განმავლობაში იმ გამოწვევებს სრულად პასუხს თავის თავაცხადია ვერ გავცემდით და ეს ჩვენი 2 უწყების რეგიონული განვითარების სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთობლივი, ასე ვთქვათ, გონივრული დადგენილი ვადა იყო, რომელიც შეიძლება ამ ეტაპისთვის საუკეთესო ვარიანტი იყოს ეს 5 წელი, 2021 წელი. ქალბატონო, გთხოვდა დაზუსტებით შემდეგ ვისარგებლოთ. კი ბატონო. მოგესალმებით, რა თქმა უნდა, მხარს უჭერთ ინიციატივას, მნიშვნელოვანი არის დეცენტრალიზაციის კომპონენტი, როგორც ხვდებით, ის პროექტები, რომელიც დაწყებულია, რომლის დაპროექტებაც მიმდინარეობს, რომელიც მომავალშიც უნდა განხორციელდეს, ეს რა თქმა უნდა არა თუ 2 თვეში, ანუ 1 იანვრამდე, არამედ უახლოეს წლების განმავლობაში მუდმივი განგრძობადი პროცესი იქნება და რა თქმა უნდა, არავინ არ ვიქნებით წინააღმდეგი, რომ თავად მუნიციპალიტეტებმა განახორციელონ ეს უფლებამოსილება და სწორედ იმ კონცეფციაში ჯდება, რომელიც დეცენტრალიზაციას გულისხმობს და ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი აქცენტი არის. ამიტომ ერთადერთი მნიშვნელოვანი იქნება, რომ გითხრათ ამ 5 წლის მანძილზე ალბათ ახალი პროექტებიც დაემატება, თუ მიმდინარე დაგეგმილზე იქნება საუბარი, ეს კითხვა მექნება მე. მადლობა. კი, ახალი პროექტებზეც ჩვეულებრივად, ახალი პროექტების დაემატება, ყველა ის გამოწვევა, რომელიც არის დგას მუნიციპალიტეტების დღის წესრიგში, რასაც ყოველდღიურად ინფრასტრუქტურის სამინისტრო თუ რეგიონული განვითარების სამინისტრო და არა მხოლოდ ეს 2 სამინისტრო აკეთებს რეგიონებში. ახალ პროექტებზეც იქნება საუბარი, არსებულის და ახალიც. კეთილი, თქვენ დააზუსტეთ და შემდეგ ქალბატონი მოსულს. დავაზუსტებ. ანუ რატომ ვერ მოხერხდა პირველადად დაგეგმილ ვადაში ამ ყველაფრის გაკეთება, ეს ერთი დაზუსტება მექნება და მეორე შეკითხვა მექნება, თუ დაუშვათ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაცია რეგიონულ ჭრილშიც, თუ დავინახავთ, მეტი სარგებელია ამ შემთხვევაში. თუმცა რამდენად ნაფიქრია თქვენი უწყების მხრიდან იმ კორუფციულ რისკებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება გაჩნდეს, იმიტომ რომ ხედავთ იმ უმწვავეს გამოწვევებს, რომელიც კორუფციასთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაში დადგა და მით უმეტეს თქვენს უწყებაში ჩვენ ძალიან ბევრი საკითხი ვნახეთ ამ დღეების განმავლობაში, რომელიც პასუხგაუცემელი კითხვები იყო ამ მიმართულებით და ამაზე თუ გაქვთ ნაფიქრი, რამდენად გამოიწვევს და რამდენად იქნება გადაზღვეული ეს კორუფციული რისკები, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს იმ შემთხვევაში თუ დაუშვათ მუნიციპალიტეტების განსახორციელებელი იქნება. ბატონი ზურად არწმუნებული ვარ გასცემს თქვენს კითხვას პასუხს, თუმცა ვფიქრობ, რომ თქვენს კითხვაზე ყოველდღიურად ეცემა პასუხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, სადაც ყველა შესაძლო კორუფციული სქემა არის გაშიფრული და მომავალში ეს პრევენციის ეფექტი ექნება ამ ყველაფერს. ჩემი დაზუსტება არის შემდეგი და შემოთავაზება. მე პირადად ამას, ნუ ეხა თავისთავად ინიციატივა ესე ამ ფორმით არის შემოტანილი, თუმცა დეცენტრალიზაციის ამ კომპონენტს დავტოვებდი და გავხდიდი მუდმივს, ანუ არა გადავადების, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია რომ ვნახოთ
ანუ მუნიციპალიტეტებს კონდეთ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შესაძლებლობა და უფრო მეტი თანხები გადაეცეთ ამისთვის. თუმცა რა თქმა უნდა, ეხლა ამაზე ვერ ვიმსჯელებთ. ინიციატივა კონკრეტული პროცესის გადავადებას გულისხმობს, რაც გულისხმობს, რომ მუნიციპალიტეტებმა თავისი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გააგრძელონ საქმიანობა. თუმცა მე ყოველ შემთხვევაში ვაფიქსირებ ჩემს მოსაზრებას, რომ დეცენტრალიზაციის ფარგლებში ვფიქრობ, რომ უფრო მეტი საკუთარი უფლებამოსილება უნდა დაემატოს მუნიციპალიტეტებს. მადლობა ბატონ ზურაბ, რომ შეაჯამოთ ამ კითხვებზე პასუხი და შეგვიძლია რომ შემდეგ კენჭი ვუყაროთ. კი ბატონო, მადლობა. რაც შეეხება კორუფციულ ნიშნებს, ცენტრალური ხელისუფლება ამ შემთხვევაში ახორციელებს იმ პროექტებს, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა თავად მათი ინიციატივით ითხოვს, რაც გამომდინარე იქიდან, რომ არსებული ბიუჯეტი არ არის საკმარისი იმ შიდა ინფრასტრუქტურული პროექტების მოსაწესრიგებლად და კორუფციულ ნიშნებსაც შეეხება, კი ბატონო, ნინოც აღნიშნა, შესაბამისი ორგანოები მუშაობენ ამასთან დაკავშირებით. ხა ჩვენთვის აქ თავარი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ის, რომ 2026 წლის 1 იანვრამდე ყველა იმ გამოწვევას ვერ უპასუხებს ჯერჯერობით სამწუხაროდ. გვაქვს კიდე უამრავი გამოწვევა, აქამდე ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ყველა იმ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მუნიციპალიტეტებში, რაც მათი უფლებამოსილების სრულად განხორციელებისთვის იქნებოდა საჭირო, თუმცა პროცესი არის, პროცესის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით იმიტომ არის შემოთავაზება როგორც ჩვენი, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროდან, რომ უამრავი საკითხია იქ ადგილზე მოსაგვარებელი, რომელსაც ვაპირებთ, რომ მოვაგვაროთ მათივე, თავისთავად ცხადია, მათი ინიციატივიდან და საქართველოს მთავრობის დავალების შემდეგ უკვე. ხო და არ ვიცი, ამაზე შესაბამისი უწყებები ალბათ მიაქცევენ ყურადღებას, დარწმუნებული ვარ, მართლა ყოველდღიურად ხედავთ რეაგირებას იმასთან დაკავშირებით, რაც თქვენ ბრძანეთ. და ალბათონ ნინოს, დიახ, ხო, ყოველდღიურად მიდის ამასთან დაკავშირებითაც მუშაობა, ალბათონ ნინო, მოგეხსენებათ დეცენტრალიზაცია 2020-2025 მიმდინარე წელს სრულდება, ჩვენი უწყება საბოლოო შეფასებას უკვე 2026 წლის პირველ ნახევარში გაასაჯაროებს და დადებს შეფასების დასკვნას და ამის შემდეგ დაიწყება უკვე ახალ დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით მუშაობა. ფართო განხილვები იქნება თავისთავად ცხადია, სანამ მთავრობას წარედგინება მანამდე, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე სუფთა თარიღის გადაწევა მეტი არაფერი. გასაგებია, ჩვენ აღნიშნული საკითხი განვიხილეთ სავალდებულო დასკვნისთვის, შემდეგ გადაეცემა უკვე ახლა იწყება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ხდომა და ვფიქრობ, რომ სამი მოსმენით მხარდაჭერილი იქნება. გთხოვთ, რომ კენჭისყრაზე დავაყენოთ ეს საკითხი მომხრე. წინააღმდეგი არავინ არ არის, თავიც არავის შეუკავებია, ერთხმად არის მიღებული. მადლობა, ხდომა დასრულებულია.